დილამშვიდობისა და ბედნიერებისა ჩემო კარგებო, მოგიკითხავთ თითოეულ თქვენგანს და წარმატებულ დღეს გისურვებთ. მე მინდა დღეს თქვენთვის გავაკეთო საჯარო გაშლა, როგორი ურთიერთობა სურს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენთან და რეალურად ეს ადამიანი შეძლებს რომ გაგაბედნიეროთ. მე კი შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ არხი, რათა არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეოები. მე კვლავ დაველოდები თქვენს კომენტარებს. ეს იცით რომ აუცილებელია ბალანსისთვის, რათა ვიმყოფებოდეთ საერთო ენერგიებში და მოხდეს გაცვლა-გამოცვლა აი ამ ენერგიების ჩვენს შორის. კიდევ ერთხელ მადლობას გეტყვით თქვენ უკვე კავშირისთვის და დავიწყოთ. გაშლა გავაკეთოთ ორ ვარიანტად. ნახოთ სიგნიფიკაცია თქვენი ურთიერთობის და მინდა რომ თქვენ თვითონ აირჩიოთ ვარიანტები. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს ინტუიციას. მოდუნდით დახუჭეთ თვალები და ისე კონცენტრირდით. ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და ნახოთ თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია პირველებო და მეორეებო თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია. ნახოთ, პირველი ვარიანტი აი ეს ულამაზესი სანთელის ბურთულა და მეორე ვარიანტი იყოს აი ეს ძალიან საყვარელი ბროწეული. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი გადავდოთ და ვნახოთ. მოგესალმებით პირველებო და რა ურთიერთობა გაქვთ. მშვენიერი. შეიძლება ახლა ახალი დაწყებული იყოს თქვენი ურთიერთობა და სწორედ ახლა ხართ იმ ფაზაზე, როდესაც არის შეხვედრები, კომუნიკაცია ძალიან მხიარული, ხალისიანი, აქ გვეწვია კვერთხების მეფე, რომელიც გახლავთ საკმაოდ ქარიზმატული ბატონი, საკმაოდ შემდგარი წარმატებული ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი მარცხი და წარმატება უგემნია და ახლა გეტყვით რომ საკმაოდ წარმატებულია თავის საქმეში, ძალიან მიზანდასახულია ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ცოდნა ამავე დროს, აქ მაგის არკანიც გვიმოწმებს ამას, ძალიან ნაკითხი ადამიანია, განვითარებადი ადამიანია და მუდმივად ცდილობს იმუშაოს საკუთარ თავზე და თავისი ცხოვრების სადავეები რომ აქვს ხელში აღებული. სწორედ ის ადამიანია. როგორი ურთიერთობა სურს ამ ადამიანს თქვენთან? მოდი ვნახოთ, რა ურთიერთობა, როგორი ურთიერთობა სურს ამ ადამიანს თქვენთან? მეგობრებო, თუ ფარული ურთიერთობა ამ ადამიანს ჯერჯერობით არ სურს, რომ ეს ყველაფერი გამოაშკარავდეს და საზოგადოების განხილვის საგანი გაახდეს თქვენი ურთიერთობა. თუ ფარული ურთიერთობა გაქვთ, დიდად ეს ადამიანი ჯერჯერობით არ ჩქარობს, რომ გაასაჯაროოს ეს ურთიერთობა ან რაღაც სხვა ეტაპზე გადახვიდეთ. ჯერჯერობით გაქვთ უგებთ ერთმანეთს, გაქვთ უფრო მეგობრული დამოკიდებულება ერთმანეთთან, გულწრფელი ემოციები, გაცვლა-გამოცვლა აი ამ ემოციების და კომუნიკაცია. შეიძლება ეს ადამიანი გარკვეულწილად რჩევებსაც არ იშურებდეს თქვენთვის. კიდევ როგორი ურთიერთობა სურს ამ ადამიანს თქვენთან?
მეგობრებო, თუ თქვენ რაღაც არ იმყოფებით ენერგეტიკულად კარგად, ან რაღაც ცოტა ნეგატიური სიტუაციები გქონდათ წარსულში და ხართ ცოტა სევდიანი, ამ ადამიანს სურს გამოგიყვანოთ აი აქედან და ერთგვარად ეს ადამიანი ცდილობს თქვენში ჩასახოს იმედის ნაპერწკალი და გაქციოთ პენტაკლების დედოფლად ქალად, რომელსაც აქვს თავისი საქმე, რეალიზებადია, ერთგვარად სტიმული მოაქცეთ, რომ ახლიდან ცხოვრებას შემართებული აი ესეთი ენერგეტიკით, ძლიერი ენერგეტიკით ეს ადამიანი გაძლევთ სტიმულს, რომ შემართებით გაუძღვეთ თქვენს ცხოვრებას და მოახდინოთ თქვენი თავის რეალიზება იქ, სადაც გსურთ. მოდი ვნახოთ, შეუძლია ამ ადამიანს თქვენი გაბედნიერება? გაგაბედნიერებთ ეს ადამიანი? ხანდახან, მეგობრებო, შეიძლება, ან მომავალში შეიძლება თქვენ შორის მოხდეს ისეთი კომუნიკაცია, სადაც ერთმანეთს გარკვეულწილად რაღაცებში არ ეთანხმებით. ამიტომ ეს ადამიანი თავისი მოქმედებებით, თავისი კომუნიკაციით გაჩვენებთ, რა არის სწორი და რა არასწორი. თქვენ აუცილებლად ყურადღებით უნდა მოусმინოთ ამ ადამიანის რჩევებს იმ კუთხით, რომ ეს ადამიანი გამოგწრთობთ როგორც ფოლადს და ნამდვილად მოახდეს თქვენში დიდ ტრანსფორმაციას და თქვენ გაქცევთ ლიდერ ქალად. ნამდვილად იქნება თქვენ შორის ისეთი ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს ურთიერთობა იყოს დაფარული და ერთგვარად საზოგადოებრივ ნორმებს თითქოს არ შეესაბამებოდეს, თქვენ გექნებათ ის განცდა, რომ აი სწორედ აი ამას ვეძებდი მე მთელი ცხოვრება. სწორედ ასეთი ადამიანის გვერდით მინდოდა ყოფნა. სწორედ ასეთი ძლიერი ადამიანი მჭირდებოდა მე გვერდით და ასეთი ძლიერი ადამიანის გვერდით თქვენც მის ენერგიებში მოდიხართ და ძლიერდებით. რა გაგაბედნიერებთ? როგორ გაგაბედნიერებთ? ან გაგაბედნიერებთ ეს ადამიანი? შეძლებს თქვენს გაბედნიერებას. მეგობრებო, ეს ადამიანი თავისი კომუნიკაციით, როგორც გითხარით, შეიძლება თქვენ მხოლოდ კომუნიკაცია გქონდეთ ინტერნეტით, ზოგიერთ თქვენგანს იცით, რომ ეს საჯარო გაშლაა და შეიძლება ყველასთვის 100%-ით არ რეზონირდეს. ამიტომ ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება ინტერნეტით უკავშირდებოდეთ ერთმანეთს, შეიძლება სხვადასხვა ქვეყანაშიც კი იყოთ, მაგრამ თქვენ ეს ადამიანი გაგრძნობინებთ თქვენს ძალას, ძალაუფლებას და ამ ადამიანთან ურთიერთობისას თქვენ იგრძნობთ, რომ ხართ გამარჯვებული. ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანი შეძლებს თქვენს გაბედნიერებას. ასეა? კი, და კიდევ ერთხელ ძალა. თქვენ ქალურ ძალას, მომხიბვლელობას, სექსუალურობას ეს ადამიანი გაგრძნობინებთ. შეიძლება თუ ეს ადამიანი შორ მანძილზეა, ეს ადამიანი ჩამოვიდეს თქვენთან და შეხვედრაც მოხდეს თქვენ შორის. მე გემშვიდობებით პირველ ვარიანტს და გელით კომენტარებში რამდენად რეზონირდა, ძალიან მაინტერესებს და აქვე მე მინდა მოგესალმოთ მეორე ვარიანტს. რა ურთიერთობაში იმყოფებით? მეორეებო, მოგესალმებით. რა ურთიერთობაში ხართ?
აქ გულგატეხილები ვართ, პაუზაზე ვართ და ერთ-ერთი თქვენგანი წასულია ურთიერთობიდან. აქ რაღაც იყო იმედგაცრუება ურთიერთობაში და ახლა ისეთ ეტაპზე ხართ, როდესაც უყვირდებით, აანალიზებთ თქვენს ურთიერთობას, რა იყო შეცდომა, რა იყო ნეგატივი, როგორ ჯობდა რომ მოქცეულიყავით და აი ახლა ხართ სწორედ იმ ეტაპზე, როდესაც განკურნების ფაზას გადიხართ, რეაბილიტაციას გადიხართ და უღრმავდებით თქვენს თავს. რა ურთიერთობა სურს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენთან. ამ ადამიანს მეგობრებო, ეს ადამიანი როგორც ჩანს წასულია ურთიერთობიდან, მაგრამ ძირითადად ორიენტირებულია მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ ბედნიერებაზე და უფრო საკუთარი თავის სიამოვნებაზე და საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს აქ ადამიანი, ვიდრე იმაზე, რომ ურთიერთობაში რა შეცვალოს იმისთვის, რომ ორივე იყოთ კარგად და ამას შეიძლება თავისი წასვლით ერთგვარი მანიპულაციაც იყოს და თავისი სიძლიერის დამტკიცება უნდოდეს ამ ადამიანს. როგორი ურთიერთობა სურს ამ ადამიანს თქვენთან? ერთგვარად კარმული პარტნიორია ეს ადამიანი, მეგობრებო, გეტყვით თქვენთვის, აი ეს ძველი მოძველებული უკვე ის რაც თქვენს ცხოვრებაში იყო, დაინგრა აი ამ ადამიანის წყალობით შეხედულებები. თქვენ ერთგვარად აი ამ მიჯაჭულობიდან გათავისუფლდით და მგონია რომ ახალი ეტაპი უნდა დაიწყოთ ცხოვრებაში და ამ ადამიანს ნამდვილად მხოლოდ საკუთარი თავის კეთილდღეობა სურს და ამ ადამიანმა თავისი ქცევებით დაგანახათ, რომ უნდა დაგენგრიათ ის, რაც დასანგრევი იყო, მოგეცილებინათ ის ნეგატიური ენერგიები თქვენი ცხოვრებიდან, აი ეს ჯაჭვები დაგემსხვრიათ, რაც გაკავშირებდათ აი ამ ასე ვთქვათ ტოქსიკურ ურთიერთობაში და ახალი გზა უნდა გეპოვათ და თქვენ გაქვთ ამის შანსი. მას როგორი ურთიერთობა სურს? მუდმივად სურს, მეგობრებო, ამ ადამიანს მხოლოდ თავისი წესებით მოქმედება აი ამ ურთიერთობაში, ერთგვარად თუ მის წესებს არ ემორჩილებოდით, აქ იყო მუდმივი ჩხუბი, აი ეს ძალების დემონსტრირება, ამ ადამიანს ისევ სურს თქვენთან, თუ გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა, კვლავ ეს ადამიანი თავის შეხედულებებს და თავის ტაქტიკას აარაპირებს შეცვალოს, მას სურს, რომ თვითონ იყოს ლიდერი, მისი წესებით იმოქმედოთ და აი რაც მას სურს, ის აკეთოთ და ისე წარიმართოს თქვენი ურთიერთობა, როგორც მისთვის არის სწორი და მას მიაჩნია სწორი. ზოგიერთ თქვენგანის შემთხვევაში შეიძლება ეს ადამიანი დაუჯახებული ადამიანიც კი იყოს და იმყოფებოდეს ქორწინებაში. მოდი ვიკითხოთ, რეალურად ამ ადამიანს შეუძლია თქვენი გაბედნიერება? ამ ადამიანს, როგორც ჩანს, ყავს სტაბილური მეუღლე, ეს ადამიანი თქვენთან დიდ გეგმებს არ სახავს, ვერ გეტყვით, რომ ეს ადამიანი შეძლებს თქვენს გაბედნიერებას, იმიტომ რომ თუნდაც მას კიდევ გქონდეს თქვენს მიმართ გრძნობები და ჩანს, რომ კიდევაც აქვს, ეს ადამიანი იკეტება და არ აპირებს თავისი გრძნობების გამოხატვას თქვენს წინაშე. გაგაბედნიერებთ ეს ადამიანი? არა, მეგობრებო, ამ ადამიანს თავისი არასწორი
შეხედულებები აქვს თქვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით. მუდმივად შეიძლება ეს ადამიანი მხოლოდ თავისი ფინანსების მოზიდვაზე, კარიერულ წინსვლაზე იყოს ორიენტირებული და ეს ადამიანი არ აპირებს თუ თქვენ ფარულ ურთიერთობაში ხართ აფიშირებას თქვენი ურთიერთობის. შეიძლება ურთიერთობაში იყო რაღაც გაურკვევლობა, ეჭვიანობა. აქ ეს ადამიანი, როგორც ჩანს, სტაბილურად არის თავის ოჯახში და სწორედ იქ არის დაკავებული თავისი საქმეებით. ეს ადამიანი მე ვერ ვხედავ, რომ მას შეეძლოს თქვენი გაბედნიერება, იმიტომ რომ აქ აბსოლუტურად სხვადასხვა ლეველზე იმყოფებით, სხვადასხვა შეხედულებები გაქვთ ცხოვრებაზე და მიზნები გაქვთ, შეძლებს თქვენს გაბედნიერებას ეს ადამიანი. მეგობრებო, თუ თქვენ კვლავ გააგრძელებთ ურთიერთობას, იქნება ისევ ისეთი კარმული სიტუაცია, როდესაც ხან ძალიან კარგად ხართ ერთმანეთთან, ხან ყველაფერი თავდაყირა ხდება და მუდმივად ჩაებმევით ისევ იმ წრეში, რომელშიც აქამდე იყავით. ეს იქნება ემოციური საქანელა, რომელსაც დასასრული არ აქვს და საბოლოო ჯამში თქვენ დაზარალდებით. ეს დაგიჩნდება ძალიან დიდი ნერვების ფასად და შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემაც კი შეგექმნათ აი ამ სტრესის გამო. ამიტომ თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი, რა გსურთ და როგორ გსურთ. მე მინდა ამოვიღო თქვენთვის რჩევა. აბსოლუტურად უნდა შეცვალოთ აი ის, სადაც იყავით. თქვენ უნდა განიცადოთ ტრანსფორმაცია კიდევ ერთხელ. თქვენ უნდა გამოხვიდეთ აი ამ ენერგიებიდან, სადაც ხართ და მუდმივად იყავით დაძაბული, მუდმივად გქონდათ სტრესი და თქვენ იქნებით ძალიან წარმატებული, შემდგარი ქალბატონი, რომლის ხელშიც არის წარმატება, ქალური ბედნიერება, სიმშვიდე, რაც ასე გჭირდებათ და აღიარება. თქვენ იქნებით აღიარებული, როგორც ერთ-ერთი ძლიერი, წარმატებული, მშვენიერი ქალი. ტაროსგან არის ეს რჩევა, თუ თქვენ შეცვლით მიდგომას და აბსოლუტურად გადახვალთ სხვა ენერგიებში. მე მადლობას გეტყვით იმისთვის, რომ იყავით მეგობრებო თქვენს ჩემთან და ველი თქვენს გამოხმაურებას და კომენტარებს, რამდენად რეზონირდა ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი სიყვარულით, გემშვიდობებით მომავალ გაშლამდე.